მშვიდობის მოკლედ გუშინ მინდოდა საღამოს გადაღება ვიდეოსი, მაგრამ რაღაცნაირად არ გამოვიდა. ხო, შევყევი რაღაც საქმეებს ვაკეთებდი მოკლედ სახლში. და მე ძალიან მოვითენთე, იმიტომ რომ რაც სწორი ყვება თუ რაც ქვია დავიწყე, ნორმაში ჩადგარა მოკლედ რაღაცეები და ძილიც გამომისწორდა. ადრე რომ მაგალითად მეღვიძებოდა რაც არ უნდა ნორმალურ დროზე დავწოლილიყავი, მეღვიძებოდა რაღაც სადღაც ესე 4-5 საათში. მე გამოუძინებელი რო ხარ ხასიათიც არ გივარდა, მოკლედ ძალიან ისე ვგრძნობდი თავს და ეხლა ძალიან სწრაფად ეხლა 9 საათი ხდება. სადღაც ესე 10-დან 11-მდე უკვე დამეწყება ეს ძილიანობის მომენტი. ეს იყო ყოველთვის ჩემი ნორმალური ძილის დრო, როცა მეძინებოდა და ვიძინებდი ხოლმე ძირითადად 10 საათზე, ან 10-11 ეს იყო ჩემი ძილის დრო. ხო, როცა ეხლა სამუშაო მქონდა, მაგალითად თოჯინები რომ მქონდა შეკვეთა, მაშინ გვიანობამდეც ვიყავი, იმიტომ რომ ვიყავი მოტივირებული აზარტში და ის ძილიანობაც კი გამივლიდა ხოლმე. ხანდახან ყავასაც ვაშველებდი. მოკლედ არის ეს მომენტი, მაგრამ როცა ხო, რა მინდა ვთქვა. მოკლედ ზოგიერთი ალბათ შეამჩნევდა წინა ვიდეოზე კომენტარს, საკმაოდ ისეთი იცით როგორი კომენტარი იყო, რომ ვთქვათ რომ მეწყინა თქო არა. არ მწყენია, უბრალოდ გავბრაზდი იმაზე, რომ ადამიანებს ყოფნით იმხელა თავხედობა, რომ შენ საკუთარ შვილზე გელაპარაკებიან. ძალიან უცნაურია, არ ვიცი რატო ემართებათ ესე. ვფიქრობ ძალიან ცუდ გარემოში იზრდებოდნენ, ან კულტურა აკლიათ, შეიძლება როგორ ვთქვა, ეხლა ძალიან ისეთი დამამცირებელი სიტყვებია, მაგრამ იაფასიანი, ასე ვთქვათ, შეგნების ადამიანები არიან, რომლებსაც არ ესმით, რა არის ეთიკა, რა არის კულტურა, ზრდილობა, საერთოდ უცხოა ესეთი ადამიანების და მე მაპატიეთ და ხიხოებივით რაღაცა ესეთ ბაზრი რო იტყენეს ახლა ბაზრის ქალებს მე შეურაცხყოფას არ ვაყენებ ახლა გამოთქმა რომ ბაზრის ქალიო ესეთებად წარმომიდგება ის ადამიანი, რომელიც ესეთ კომენტარს მიწერს ხოლმე. ვისაც არ წაგიკითხიათ, ზოგადად გეტყვით, რომ დაახლოებით ესეთი ის იყო, რომ ზუსტად სიტყვით არა, მაგრამ მე გამაკრიტიკა და ჩემ შვილზე ესე რაღაცა ძალიან ისეთი მოკლედ ძალიან შეურაცხყოფელი იყო იმ თვალსაზრისით, ხა ჩემ შვილზე მელაპარაკება, როგორ იცი, თვითონ ჩემს შვილზე ზრუნავს და მე მაკრიტიკებს. მოკლედ ესეთ ადამიანებთან, არ ვიცი, მე ვიფიქრე იქნებ და რაღაცა მაინც ხდება ხოლმე, ადამიანებს ეშლებათ, მე შემშლია, რაღაცა იდეალურები არავინ არ ვართ და განვუმარტე. ხო, განვუმარტე, იმიტომ რომ არაერთხელ მაქვს მეგობრებო ნათქვამი ვიდეოში, საერთოდ ვიდეოებში, რომ არ შეიძლება ზერელე დასკვნების გამოტანა. კი, ვიდეოებს ვიღებ. ესეც ძალიან დიდი სამსახურია, მე ვფიქრობ, სხვა დანარჩენ სამსახურებთან, კი, ანაზღაურება გვაქვს იუთუბერებს. მართალია მცირე, მაგრამ ეს არის მზარდი. რაც უფრო მეტი გამომწერი იქნება, მეტი ნახვები იქნება, თავისთავად მოიმატებს, ხო? ეს როგორც ხელფასებს რომ რაღაცა მოხდება, ვთქვათ, უმატებენ, ხო, ხელფასს და უხარია თანამშრომელს, დაახლოებით ესეთი ვარიანტია. ოღონდ აქ არ ყავს უფროსი,
უბრალოდ ეს არის აუდიტორიის დამსახურება, ვინც რაც უფრო ბევრი გიყურებს, ბევრი გამომწერი ყავს, ანუ ნელ-ნელა ეტაპობრივად იზრდები. არავის არ დაუპყრია ერთ დღეში არაფერი და ესეა რა, საერთოდ ესეთი კარგი გამოთქმა რუსულად არის ჭიშე едешь, дальше будешь. ხო და ასე რომ წლად მივდივარ და ვცდილობ მოკლედ ვინც მატყობს. ხო, რაც შეეხება, ეს არის ერთი ჩემი სამსახური. მაგრამ ამის გარდა კიდე რა თქმა უნდა, ეხლა მინდა ისეთი ჩვეულებრივი სამსახურიც ფიქსირებული, ანაზღაურებით, რომელსაც სახურავი აქვს, სახურავი რას ქვია? რასაც გადაგიხდიან იმას, დიდი მოგიმატონ 20% ან 10%, რაღაცა ესეც სასწაული შეიძლება მოხდეს. მაგრამ ყოველ შემთხვევაში YouTube-ს მაინც ვერ შეედრება. ელენამ სხვათა შორის თქვა, ერთ დღესო შენც დახმარებოდეო, შენ დასასწავლო სხვებსო, მე ძალიან მჯერა ამისი და მაქვს ესეთი ამბიციები. დიდება უფალს რომ საერთოდ დავიწყე და გავბედე, ყველა ვერ გაბედავს, მერწმუნეთ, ყველამ გულებში ჩაიხედეთ და თქვენ თავს კითხეთ. თქვენ ცხოვრებას შეძლებდით თუ არა გამოგეტანათ საჯაროდ და ილაპარაკებდით თუ არა თქვენ ცხოვრებაზე. თქვენ ყოველდღიურ საფიქრალზე, პრობლემებზე თუ ასე შემდეგ, ხო? ეხლა ზოგს ისიც არ ესმის, როცა მე ვლაპარაკობ რაღაცაზე, ხო? ეს არის ჩემი ცხოვრება. ვის როგორ ეჩვენება, ვინცაც როგორ აქვს, გაფუჭებული და მოიცა როგორ იტყვიან ესეთი გარყვნილი აზროვნება, ისე ესმის რა, მოკლედ დამაბრალეს კიდევაც რომ თურმე მე რაღაცას ვმათხოვრობ. ღმერთმა დამიფაროს, მე არაფერს არ ვმათხოვრობ, უბრალოდ მე როგორც ვცხოვრობ იმას რომ ვსაუბრობ, არიან ადამიანები, მართლა ადამიანები, რომლებსაც მართლა ადამიანები ქვიათ, და აქვთ კიდევაც იმის საშუალება და შესაძლებლობა, მე ვიცი ძალიან ბევრს უნდა გვერდში დადგომა, მაგრამ არ აქვთ ამის საშუალება და ასეთი მეც ვიყავი ერთ დროს, როცა მინდოდა ერთ-ერთი ვლოგერს, იუთუბერს რომ უყურებდი, რაღაცა ჩემი მხრიდანაც მინდოდა, ასე ვთქვათ, გვერდში დავდგომოდი, მაგრამ იმ მომენტში არ მქონდა ისეთი სიტუაცია, რომ შემეძლო ეს და მე ვიცი ესეთი რაღაცა არსებობს და ზოგადად იუთუბერებს საჩუქრებს ჩუქნიან, საჩუქრებს უგზავნიან, ჩუქნიან, მოკლედ ეს არის უბრალოდ, როცა შენი, ასე ვთქვათ, ვისაც უყურებ და შეჩვეული ხარ, გიყვარს, ყოველდღე უყურებ თუ დღე გამოშვებით არ აქვს მნიშვნელობა. მე მაგალითად, ვისაც უყურებდი, ასე მეგონა ჩემი ოჯახის წევრი იყო. მართალია, მე ისინი ვერ მხედავდნენ, მაგრამ მე ესე აღვიქვავდი მათ, ხო და ასე ალბათ ბევრი ვიცი და მადლობა მაინც იმისთვის, რომ ფიქრითაც დამეხმარნენ. ხო და გვერდში დაგვიდგნენ, იმიტომ რომ გვაქვს ხოლმე რაღაცა კრიზისული სიტუაცია. მადლობა ღმერთს, რომ შარშან და იმის წინ, სამსახური მქონდა, მაგრამ სამწუხაროდ ამ სამსახურმა ძალიან სერიოზული დაღი დამასვა ჯანმრთელობის მხრივ და ზუსტად ეხლა იმ პერიოდში ვარ რეაბილიტაციის და ეხლა მოვდივარ ნელ-ნელა გონზე. ხო, რა თქმა უნდა, ეხლა უმუშევარი მე არ დავჭები, რაღაცა საქმიანობა მაინც მექნება, არ არის აუცილებელი, რომ რაღაცა წელზე ფეხები დაიდგა, თუ გონიერება გეყოფა ადამიანს, შეიძლება ისეთი რაღაცაც მოიფიქრო, რომ სახლში იყო და სახლიდან გაუსვლელად იშრომო ადამიანმა და მიიღო შენი კუთვნილი ანაზღაურება. ესეთებიც არსებობს და ძალიან ბევრია. ხო, რაც შეეხება იმ კომენტარის ავტორს, მე კიდე ცილიც დამწამარო, თურმე რაღაცა წევლად მოეჩვენა ის, რომ ვთქვი, რომ ღმერთმა არ გიწყინოს თქო, როცა ამბობს რაღაცაზე ისეც, რაც არ იცის, იცით, რაღაცა ისეთი, პატარა ბავშვი, რომ რაღაცას აშავებს და რომ ვერ ხვდება, რომ აშავებს, დაახლოებით ესეთი შთაბეჭდილება შემექმნა. იმიტომ რომ როცა ადამიანი ხარ ზრდასრული, ფიქრობ ზოგადი ცოდნა მაინც არის საჭირო ცხოვრების, რომ ესეთი შეცდომები არ დაუშვას ადამიანმა. მაგალითად, ყველაფერს ადამიანი ვლოგებში
ვერ გამოიტანს თავისთავად. ეხლა მე ჩემი პირადი დაუშვათ შეიძლება ერთ დღეს თქვათ დადგეს ის დღე რომ მე თქვათ ჩემი პირად ცხოვრებაზე რაღაცა მოგიყვეთ რა იყო როგორ იყო და რაღაცა ხო მაგრამ ეს არის ჩემი გადაწყვეტილება ანუ ჩემი ცხოვრება თუმცა ჩემი ცხოვრება მარტო მე არ მეკუთვნის ანუ ჩემი ცხოვრება ასევე ეკუთვნის ჩემ შვილებს ხო ანუ მე თუ რაღაცა თქვათ ისეთი მოვყევი რაც არ იქნება მოსაწონი შეიძლება ჩემი შვილებისთვის მათ შეიძლება რაღაცნაირად ახლა ისეთი რაღაც საშინელება არა მაგრამ რაღაც ზოგადად ზიანი მიადგეს ხო ასევე არ შემიძლია ჩემი შვილების პირად ცხოვრებაზე საუბარი არც უფროსზე და არც უმცროსზე ამიტომ ნუ მაიძულებთ რომ ასე ვთქვათ უხეშად მოგმართოთ უბრალოდ თავი შეიკავეთ, როცა რაღაცა მოგეჩვენებათ, ღმერთს უბრალოდ უთხარით, რომ ღმერთო მაპატიე, რაღაცა მომეჩვენა და რაღაცა თავში რაღაცა აზრება გამიარა, ხო. მოკლედ, ამის თქმა მინდოდა და ვინც გებულობს და უსიტყვოდ ესმის ჩემი და წარმოუდგენია, როგორ ცხოვრობთ მე და სოსო აი მათ მართლა დიდი მადლობა, ღვთისგან წყალობა, უფლისწყალობა, ყველაფერი საუკეთესო მათ. იმიტომ რომ ეს ძალიან დიდი ნიჭია, რომ დაინახო ადამიანი ისეთი, როგორიც არის სინამდვილეში, თუმცა შეიძლება ბევრ რამეს არ საუბრობდეს. ხო, ნუ ახლა ზოგს ესეთი ის აქვს, ან უბრალოდ რაღაცა ბოღმარო აღჭობს ადამიანს და არ იცის ეს ენერგია სად დახარჯოს და ფიქრობს რომ აი მოდი ავდგები და აი იქ დავწე რაღაცა რუსულად რო იტყვიან გადეს ხო და რაღაცა გულს ვითომ გულზე მალამოსავით მოედება არიან ესეთი ადამიანები რომლებსაც სიამოვნებთ ვინმეს რომ გულს ჰკენენ ხო მოკლედ ეს გულსაბნევი ჩემი ეს ჩემია, პირადად ჩემია, მაგრამ რაღაცა არ მომწონს ისა სისქო და შეიძლება თავიდან გადავაწყო, მაგრამ თვითონ ფორმა მომწონს, ანუ ეს გულსაბნევი გავიკეთე ჩემთვის, პირადად ჩემთვის. ნუ რაღაცა ეხლა ეგრეთ წოდებულ ლუკებზე შეიძლება რაღაცა როლი შეასრულოს ერთ დროს. და ძალიან დიდი სურვილი მაქვს მეგობრებო რომ მე ჩემი თავი დავიბრუნო ისეთი როგორიც ვიყავი ადრე და ეხლა ზოგადად ესე პატარა მონახას გავაკეთებ ანუ როგორი ვიყავი ესე იგი დღე არ გავიდოდა რაღაცა არ შემექმნა, ანუ მარტო იმ კუთხით კი არა რომ რაღაცა თქვათ გულსაბნევი დამემზადებინა ან თოჯინა ან რაღაცა, ან სახში რაღაცა პატარა შემეკეთებინა ან რაღაცა ინტერიერის ამბავში რაღაცა დამემატებინა, არა. ასევე, ანუ ეს თავისთავად და ასევე მქონდა ესეთი ჰობი, ანუ ტანისამოსის შეკერვა. მე თვითონ ბავშვობიდან ვიკერავდი ტანისამოს სხვათა შორის სკოლაში აი ჯერ კიდევ ასე ვთქვათ უფერული დრო რო იყო ხან და ყველას თითქმის რაც სტანდარტულად ერთ ფერებში რო ეცვა ტანისამოსი ზამთარში განსაკუთრებით ეს იყო ეს ფერები იყო ყავისფერი, მუქი ლურჯი, შავი და ნუ აი მეტი თითქოს აი მუშელბა მუქი მწვანე დაუშვათ, მაგრამ იმდენად ჩამუქებული იყო ზამთარი ქუჩაში რო გაიხედებოდით ძალიან უფერული იყო რა ჯერ ისედაც უფერული იყო შემოდგომა ზამთარი უფრო აი ზამთრის პირი შემოდგომა რომ თავდება და ზამთარი და მერე საერთოდ ესეთი უხალისო და ავდექი და ესეთი თამამი გადაწყვეტილება მივიღე წავედი ეხლა ის არის TBC-ის სათაო ოფისია ადრე იყო მანდ უნივერმაგი მაგის მოპირდაპირე მხარეს იქ ჩასახევში ქუჩაზე ვცხოვრობდი მთელი ბავშვობა და იქ ანუ ამ უნივერმაგში მეორე სართულზე იყიდებოდა მატერიები ანუ ნაჭრები ბავშვობაში მიყვარდა სკოლიდან, ანუ 23-ში ვსწავლობდი, სკოლიდან რომ მოვდიოდი, არ არსებობდა დღეს არ გამოვტოვებდი, სკოლიდან სახში სანამ მივიდოდი, ჯერ იყო ესე უნდა შემევლო უნივერმაგში.
ყველა სექცია ვიცოდი ზეპირად, ყველა სექციაში რა სიახლე იყო და რა დაემატებოდა ყოველდღიურად იყო თუ როცა იყო, ყველაფერი ვიცოდი, იმიტომ რომ თან ბავშვის თვალი ხო იცით, ეს ვათვალიერებდი, დავბოდიალობდი მთელ სართულებზე, უბრალოდ ბოლო სართული დიდად არ მომწონდა ხოლმე, ამიტომ იქ თავს ვიკავებდი, ანუ მთელი ესე ვთქვათ, ეს პირველი სართული, მეორე და მესამე და მეოთხეზე მე რაღაცა იქ კიდე დაამატეს სექციები, ну, მოკლედ ესეთი ამბავი სხვათა შორის კარგა ხდის მანძილზე უკვე ეს ანუ მაღაზია არ იყო, უნივერმაგი აღარ იყო და სიზმრებში მესიზმრებოდა, სულ მესიზმრებოდა რაღაცა ისეთი განსაკუთრებული გრძნობებით ის ძველი შენობა, როგორიც იყო თავის დროზე ეს კიბეები, ძველებური, დიდი სარკეები, ამ კიბეების გვერდებში იყო იქ მესაათე იყო, მეწაღე იყო, რაღაცა ესეთი ისინი იყო და ხო, მოკლედ ეს რაზე მოვაყოლე. ხო და დავდიოდი და ეს ნაჭრებს ვუყურებდი ახლა და თავისთავად ახლა ჩემმა მეზობელმა გოგომ კატალოგები ადრე დამათვალიერებინა. დიდი სქელი კატალოგები იყო ჩემი თაობის ხალხს, ვისაც გახსოვთ, თხელი უთხელესი ფურცლები იყო, ესეთი ფერად-ფერადი და მოკლედ ტანის ამოსი, ფეხსაცმელი, ისე ყველაფერი რო იყო შიგნით რა, აბეჯი და ინტერიერი, ექსტერიერი, ყველაფერი. და მიყვარდა ესეთი კატალოგების დათვალიერება და იდეები მოდიოდა. ну, მოკლედ ახლა კოპირება იშვიათად, უფრო მე თვითონ რაღაცა იდეა მიჩნდებოდა. ხო და ერთხელაც ესეთი იდეა გამიჩნდა და შევკერე, ასე ვთქვათ, მე მგონი ჩემი აზრით იმ დროისთვის, რომელი წლები იყო პირველი ეგრეთ წოდებული დუტი კურტკა. ხო და ესე იგი ბებიაჩების რაღაცა ესეთი თხელი შუბა იყო, ანუ მამაჩემის დედა ის პოლონელი ებრაელი რომ ყავდა ბებია, იმისი ასე ვთქვათ თხელი შუბა იყო, უკვე ну ესეთი იყო რა, ну არავინ აღარ ხმარობდა და ვითხოვე რა, მშობლებს კითხე შეიძლებოდა თუ არა და მოკლედ ეს შუბა გამოვიყენე მისი დაჭერი სარჩულად. ვიყიდე ვატინა, ვიყიდე მატერია ფერადი, ეს წითელი, ლამაზი, ეს წითელი რაღაცა ფერებში გადადიოდა, მოკლედ მატერია და შევკერე, ესე ვთქვათ, დუტი, თან მაშინ იყო მოდაში ღამურა კურტკები და შიგნიდან იყო ეს შუბის, ანუ ეს ბეწვივით იყო და მოკლედ ძალიან ლამაზი გამოვიდა. აქ რეზინები, ესე თეძოზეც რეზინები, ჯიბეებით, ყველაფრით, მოკლედ ვიყავი ძალიან პატარა, ну, ახლა სოსოს ასაკის ვიქნებოდი დაახლოებით. კერვა ვისწავლე უფრო ადრეულ ასაკში, იმიტომ რომ დედა იყო დაინტერესებული, ბებიას საკერავი მანქანა ჰქონდა, სხვათა შორის ბებიას საკერავი მანქანა მაქვს დღემდე აქ სახში. ხო და ძალიან მიყვარდა, სულ ვუყურებდი, ვაკვირდებოდი და ვთხოვდი, რომ ესწავლებინა და მე წავდექი და ესე ნელ-ნელა ვისწავლე. თავიდან, როგორც იტყვიან, სწავლის ძირი მწარე არის, კეწეროში გატყვილდების, ზუსტად ესე დავრწმუნდი მაგაში, რომ ნებისმიერი რამ, რაც ვისწავლე, ყველაფერი თავიდან იყო რთული. ძალიან მწვალობდი, დისკომფორტი მექმნებოდა საშინელი, მაგრამ თავს ვაძალებდი, ვსწავლობდი და ბოლოს შედეგი დავიჭირე ხელში ის, რომ კომფორტულად ვაკეთებ ახლა იმ რაღაცებს, ასაც ვსწავლობდი. ასევე, ну, ეს იყო ქსოვა, კერვა, ну, რა ვიცი, ბევრი რამე რა ცხოვრებაში, რაც თავისთავად რთულია. ну, დროთა განმავლობაში მე პრაქტიკა, იხვეწები, უფრო და უფრო ძლიერდები, ასე ვთქვათ. ხო, პრაქტიკა ყველაფერია ფაქტიურად, თეორიული ცოდნა კარგია, მაგრამ პრაქტიკის გარშე არაფერი არ არის. ხო, მოკლედ ესეთი ამბები. ხო და ძალიან სამწუხაროა, რომ ესეთი დონეა ძირითადად ჩვენ ქვეყანაში. მე მახსოვს ჩემ ბავშვობაში, სულ სხვანაირი იყო ქალაქი, სულ სხვანაირი ადამიანები იყვნენ, უფრო მეტი კულტურა იყო, უფრო მეტი ზრდილობა. არ ვიცი, მართლა, როგორც სადა დედამიწა ისეა ახლა შეცვლილი ყველაფერი და
იმდენი თავხედი, იმდენი უზრდელი ადამიანი, ადრე ეს იმ ხელას აუცილება იყო ვინმე რამეს თუ იტყო და რაღაცა ესეც ხო? მე მგონი მთელი ქუჩა იმ ადამიანს შეხედავდა იმდენად გაოცდებოდნენ ხოლმე ესეთი საქციელი და ეხლა ეს გახდა ნორმა და ეს არის კატასტროფა. ანუ ადამიანები, აი ესე უბრალო ენით რო ვთქვათ, გაბანძდნენ რა და გაიბანძეს თავი, არ ვიცი, რისი ბრალია ახლა სოციალური მდგომარეობის თუ არ ვიცი, შეიძლება დაფარული რაღაცა თვისებები გამოავლინეს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ახლა კეთილშობილი და კარგი ადამიანი რაც არ უნდა მოხდეს მის ცხოვრებაში ყოველთვის ის რჩება, რაც იყო თავიდანვე და მოკლედ აი ესეთი რაღაცები ხდება და არ არის მოსაწონი თავისთავად. ძალიან შორს არიან ყველაფერი ცივილურისგან ესეთი ადამიანები და პირველ რიგში შორს არიან ღმერთისგან. და ეს არის ძალიან ცუდი. ხო. მოკლედ ახლა იმ ჩემ გულსავნოში რა არ მომწონს არ გიხსენებ, ნახეთ რა მსისქოა. ანუ ეს ყავი და ეს რაზეც არის დაკერებული ცოტა ისეთი ბუდგუნაა და მინდა ეს ისედაც დიდია თვითონ ეს თვლები და მინდა რომ ეს თხელი იყოს რომ უფრო როგორ ვთქვათ უფრო კომფორტული იყოს რა არც ძალიან ლამაზია ეხლა სახლის რაღაცები მაცვია აქ არ გამოჩნდება წონაშიც რომ დავიკლებ და რაღაცა მერე ვფიქრობ ძველი მადლენა დაბრუნდება დაიწყებს იმაზე ზრუნვას რომ რაღაცა კოხტად შეუსაბამოს ტანისამოსი მე საერთოდ თუ ვყიდულობდი ხოლმე ადრე კარგად წინ რაიმე ტანისამოს ყოველთვის ვცდილობდი ეგრეთ წოდებული ლუკი შემექმნა და ესე მეყიდა ხოლმე ანუ რას ნიშნავს ეს იყო თუ ზედაქვედა ასევე ფეხსაცმელი, ანუ ყველაფერი შესაფერისი უნდა ყოფილიყო ერთი მეორესთან. და ესეთი საერთოდ ეს გონებაში, ანუ წარმოვიდგენდი ყოველთვის როგორ იჯდა ჩემ სხეულზე ტანისამოსი და იმის მიხედვით ვაწყობდი ხოლმე ყოველთვის. სხვათა შორის არის ძალიან ბევრს აქვს ეს საჟინელი რამ რომ თქვათ რეკლამაში ან ჟურნალში ნახავს რაიმე ტანისამოს და მოეწონება და უნდა რომ შეიძინოს და აკეთებს კიდევაც შენაძენს მაგრამ სინამდვილეში მის ტანზე ისე არ ზის როგორც ჟურნალში მოდელის ტანზეა ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას რომ საკუთარ თავზე უნდა აღიქვა ის ტანისამოსი როგორ გამოჩნდება მაგალითად მოდელების უმრავლესობას ესე ვთქვათ მკერდი არ აქვთ იმხელა რომ და მათ ტანზე უფრო სხვაგვარად ჩანს ტანისამოსი და ის რა ქვია იმას მსახიობი მერლინ მონრო ეს ქონდა რა რომ მის ტანზე ანუ ზუსტად ხო კერავდნენ ესა და ანუ ფილმშიც კი არის აქცენტი გაკეთებული რომ უფრო პატარა მკერდი რო ქონოდა და უფრო იოლად დაждდებოდა ტანისამოსი ან სხვანაირად ჩანს რა მოკლედ ხო და იმის მიხედვით უნდა შეარჩიოთ ტანისამოსი როგორ დაждდება თქვენ სხეულს მოკლედ ეს ვთქვათ ხო ეს მოდის ისინც გადავფურცლე ასე ვთქვათ დამაინტერესდა რა არის 2025-ში მოდაში ყოველ წელს ვინტერესდები ხოლმე ფერები რა არის რა შემოვიდა მოდაში რა საბაზისო რა იქნება ანუ ესეთი რაღაცები მაინტერესებს ხოლმე თავისთავად შეიძლება ვერ ვახერხებდე მაგრამ ინტერესი მაქვს და ბოლო-ბოლო ხელოვანი ვარ და ეხლა რო არ დავინტერესდეს აუცილებლად იქნება მოკლედ კარგით მეგობრებო, მოკლედ ამის თქმა მინდოდა რამდენი მოკლედ ვთქვი, უკვე ჩემ თავზე ვბრაზდები, იმიტომ რომ რაღაცა ჩვევებია ხოლმე და ამას მე უნდა გადავეჩვიო.
კარგით, მაშინ ხვალამდე დაგემშვიდობებით, გაკოცეთ გულებში, კეთილ ადამიანებს. აბა ხვალამდე.